დღეს. მუზებიო თუ რაღაცა უზრდელები, ვინც გიძვრებიან. 3 მილიონზე მეორე ჯერ ამას გადამასხავ და თავს გაგიტეხავ, რაიმე? შემთხვევით იყო. ვაიმე, შოქში ვარ. ფეხებზე მკიდია. ვიკი წესეროდ მელოპა. ჟე კოდალაშე. რასტისულელე ლორენცო ხა ქალის ვერსია, მე გადავედი. ამ თემაზე კიდე იქნება ლაბარაკი ძმა და მე შევერთვები ჩვენს მაშინ. ჩერთე, ძმაო, ჩერთე. უნდა ჩერთ. სიურპრიზი მაქვს დღეს თქვენთვის. დღეს გავდივართ სტადიონზე. ეს არის ჩვენი პირველი გასულითი ჩელენჯი. გავიყობით ორ გუნდად და ორ გუნდს შორის მოხდება დაპირისპირება. და ჩვენი წამყვანი ულამაზესი და უშენიერესი მარიამი უკვე სტადიონზეა. წავიდა. დროზე გვაგვიანდება. მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით. მე მგონი მარტივი მისახვედრია დღეს ვიმყოფებით სტადიონზე და ბურთი მიჭირავს და უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. გუნდის კაპიტნები იქნებიან ლორენცო და ზურა. Stay cold. Breath. ლორენცოს გუნდში იქნებიან. გადავწყვიტე რომ გოგოები იყოს სრული უმრავლესობით. გადანაწილდა ისე რომ გოგოების უმრავლესობა ფაქტიურად ყველა შეიძლება იმეც ადინე და მე. Stay cold, breath. ფეოლა. stay. მე როგორც ბოსი, მეგობრებო, ვიქნები სათადარიგო მოთამაშე. და მოკლედ მეგობრებო, ვინც 4 გოლს უფრო სწრაფად გაიტანთ, ის იქნება გამარჯვებული. ანუ მაქსიმუმ თამაში არის 4-მდე. ვიწყებთ თამაშს, ვემზადებით, ყველა ვართ ძალიან მაგარ ემოციებში და ვნახოთ რა გამოგვივა და ვნახოთ რა საჩუქარი იქნება. ლორენცო! ამბია! ბურთი მიდის, მივსდევ და ღმერთს ხოვრო, ახლო არ მივიდეს კართან ბურთი, იმიტომ რომ კარში ვიდგას თუ გამოიცნობთ. მარიამი. ჯავახა დაიძრა, ლორენცოს გუნდის ხარისკენ დაწვა და ერთი გოლი იგებს. სურას გუნდი ჯავახას გოლმა დააწინაურა. ბრავო. შენი სატრფოდ გასკარებში არ შეგეცონა? მარიამ, გუშინ წინ შეხო გაუტანე ჯავახას 1-0 ხო იყო, ეხა 1-1. კარგია, ბაიმე. ვაუ! არში ვდგავარ როგორც კარის მცველს შეეფერება. გურთალელუ. ლელუ. ბაიმე რა არის ეს? არ ყოფილა არა, ჯარიმა არ არის. ოჩახ, ზურა, გილოცა. თინათი რა მოყე ჯიბეები და ხერ იქნება ართვე, იქნება პას გააძლევ რა ცხა ქენი რა. ბაიმე. ოჩახ, 4. დაშავდა? რა გეტკინა ზურა? რა გეტკინა ზურა? ექიმი. აჩი, ყოჩაღაჩი! მე რა არის? კარგი რა. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ძალიან დაძაბული თამაში მიმდინარეობს, ძალიან დაიძაბა სიტუაცია და მხოლოდ ერთი გოლი გადაწყვეტს გამარჯვებულების ვინაობას. ამიტომ დაველოდოთ, მართლა ძალიან მაინტერესებს, ვინ იქნება გამარჯვებული. გაიმარჯვა
ზურას გუნდმა. გილოცავთ. მოსყიდულია ყველაფერი რა. შინაური თუ არ აკავს ვინმე სანმა იზევ და საბოლოო ჯამში დავმარცხდით, მაგრამ ის არ იყო სამართლიანი ბრძოლა შემოძიებასო მეგობრებო. მეგობრებო, მოკლედ გამარჯვებული გუნდიც ყავს, ზურას გუნდს მივუღწევთ. გილოცავთ. თქვენ ჩემგან საჩუქრად გაქვთ 1 საათი პლუს თამაში. გასაოცარია ხო? Stay cold, stay cold, stay cold. Brav. შაკირა. შენ გათხოვება არ ვიცი, მაგრამ რიგი გექნება კაცების. This is our motto. Your time to shine. Don't wait in line. Y vamos por todo. People are raising their expectations. Go on and feed them. This is your moment. No hesitation. Today's your day. I feel it. You pave the way. Believe it. If you get down, get up. Oh, oh. When you get down, get up. Hey, hey. Tamina, mina, sangalewa. This time for Africa. დღეს ვემზადებით ივენთისათვის, პირდებით რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძალიან მაგარი ღონისძიება, რაც კი აქამდე ჩატარებულა და ამაზე გამახსენდა ერთ-ერთმა ივენთ კომპანიამ Pulso პროექტმა დაგვპატიჟა 5 დეკემბერს დაბადების დღის ღონისძიებაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება და გამორჩეული, თუმცა პარასკევ დღეს იცით თქვენ რომ ლაივი გვაქვს და შემდეგ გარეთ აღარ გავდივართ, სამწუხაროდ ესეთი რეალობა გვაქვს, მაგრამ მოდი ახლა მე დაურეკავ მის წარმომადგენელს და ვკითხავ თუ შეუძლია ერთი მოსაწვევი რომ მოგცეს იმ მონაწილესათვის, რომელიც პარასკევ დღეს ჰაუსს დატოვებს. ტელეფონი რომ შემომიტანოთ თუ შეიძლება. ალამე გამარჯობა. კარგად, შენ როგორ ხარ? მოკლედ გილო არაფრის. გილოცავ წინასწარ დაბადების დღეს თუ შეგიძლია ერთი მოსაწვევი იმ მონაწილესათვის, რომელიც დატოვებს პარასკევს ჰაუსს. ამ მონაწილისთვის ერთ მოსაწვევს თუ გადმოგიგზავნი, მადლობელი ვიქნები. ანუ შეგიძლია. ძალიან კარგი, სიხარულით გადავცემთ შენ მოსაწვევს. ბედნიერ საღამოს გისურვებთ. დროებით. დღეს გვაქვს ჰაუსში წვეულება და ჩვენი წვეულების ულამაზეს დიზაინზე იზუნა ფართილავმა, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თითოეული ჩვენთაგანი. მადლობა ფართილავს. და გიორგი პარიზის ფართი იწყება. ჩვენი საპატიო სტუმრები არიან თიკა მახალდიანი და კეთი ფარესაშვილი. ხოთიოს ალბათ. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ძალიან ლამაზები ხართ, მოგერგო. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი და ულამაზესი მომღერალი თიკა მახალდიანი, რომელიც წარმოგიდგენს სიმღერას მასკენას. Este samba tão mestre de maracatu. Este samba tão freio, samba de უმეტესი მადლობა მოუხადოთ, რომ თავისო დაგვითმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე დრო გქონდა. უღრმესი მადლობა თქვენ სტუმრობისათვის. მადლობა. მშვიდობიან და ამას საღამოს გისურვებთ. ეხლა კი უზამაზეს სიმღერას შემოგთავაზებს ალბატონი
ქეთი ფარესაშვილი. ხო, მომდაბეთ. Ogumenti mადლობა გადავუხადოთ. ეხლა კი თქვენ როგორ შეაფასებთ ჩვენს მოიზდების. ძალიან მაგარი განწყობა ასკი ნამდვილად არის ბრაზილიური რაღაცა სული აშკარად შერიგდით თუ არ შერიგდით? ანუ ბუტე თუ ნეკინეკისა. ჰაუში იწვეულება მიმდინარეობს ფანტასტიკურად და ძალიან დიდი იმედებს ვიტოვებ, რომ შვიდად ჩაარჩევს დღევანდელი საღამოც. ფარტი დასრულდა, შემოაქვთ ტელეფონები. ამ პროექტში ჯეიმს ბონდი ვარ მე. თუ ისმის მოცადგაქ მიკროფონ. ბაქ მეცარ შოსან ვარ სტრიმზე ვარ არც არაფერი დღეს არ მოგულებენ ვაფშე. ჯახა კუკუ შენი love story და ლორენცოსთან ჩხუბით. მაგით გაიქაჩა ჩემი love story თუ ხდება ლორენცოსთან ჩხუბით. მუზაზე მართლა ფიქრობ რომ დიანა მართლა? სულსეგულა ხოლმე და რაღაცები, ძალიან ისე უყურებ და ვცდილობ და მაგასთან გამიშტარი ხოლმე სკოლით ყოფილიყო, მაგას დავაპარაკებოდა. მაგარი და მოიქცნება ანცაბა მაგიტო. ეგ არ არის, ეგეთი ები არ არიან ისენი, რომ უბრალოდ ხუმების გამო დაეწერა. ხო უთხარი კიდეც ეგ რა არის თქო, რა ვერ დაივიწყეთ ეს წენა თქო. იუმორი არის რა, გოგო რაღაც შენი არესვით და ჩემი და ბიჭების ესვით ყველაფერი. მიხარშლები არიან ხოცები და ყველაფერი უნდა თქვა ეხლა. ვარ გაჩერდი. აი მე აში. ჩახედე უყურე. სულსეგულა ხოლმე. მესრონა. ეგ სად გაუშვ? სად დევს? სად გვერდებს განსა? აიმე, გორმები არის. კიდე მომდო ეგეც გაუშვ. ბიონსე და შაკირა ვიყავით. ხედავ ვიდეოს, რომელსაც მიჭერს კომენტარის გაკეთება. საშინელ ვიდეოს. ვიდეო ნახეთ? რომელი? რაღაც მოხდა ისე? გვინოს მოვა. აიმე გულია მიჩქარდა. და აი ხა ამაზე გეკითხები. ვაიმე შოქში ვარ. და ამაზე გეუბნებოდი, გახსოვს რომ გეუბნებოდით, ჯერ მეთქი წინასწარ დასკვნებს, ნუ გამოიტანთ. რა უზრდელი გოგოა, მეც ვერაფერს მე გამიწევდა. უბრალოდ აი უზრდელი გოგოა. აი მე უბრალოდ ვარ ცუდად. გამარჯობათ. აბა მოვედით თქვენთან მორალურად განადგურებულები. მარია. რა ხდება? არა, შენთან რა ხდება? მოდი კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ.
აი, რამ გათქვევინა მე? ჯავახა გოგო. ნუ ჯავახა შეიძლება ვსწორეთ, გაიქაჩაო. იმდენად ბევრი გინება იყო ამ ვიდეოში, რომ რამოდენიმეჯერ მოგვიწია, რომ გადაგვეხვივა და თავიდან გვენახა, რომ გაგვერკვია, რას ლაპარაკობენ საერთოდ. სად არის ეს ვიდეო? ვაიმე, მოდი ან ვერ ვასწრებ ჩაცმას. მოგწანდი. შეიძლება გოგოებო? შეიძლება გოგოებო. ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, რას გვეტყვით თქვენს მორიგ საზიზღარ გამონათქვამს. აუ, მოკლედ, შემოვარდნენ მუზები, ყველა აკორდი ერთხმათ აიღეს. ძალიან გვაინტერესებს. ოდესმე მე შენთვის შეურაცხყოფა მომიყენებია, პირადად შენთვის. მე შენთვის რაიმე ისეთი შეურაცხმყოფელი და უწმაწური მithქვია, წამოიყვანეს მძიმე არტილერია, ლელუ, მარტო ხარ მოვიდოდენ ახლა. ბოდიშის მოხდით, გადმოგეცით წითელი დროშა. ისევ შენ გააგრძელე ეს თემა, ისევ შენ გააგრძელე. ეს მტრობა ერთი წუთი და თქვენ პირში გვიცინი ხართ, თქვენ ორივე გვანცა. და აი ერთი წუთი თელ დროშას ნაძლე. გოგო ხუმრობ შენ, იაზე საწამოზე. ნუ ყვირი ხარ დაჭიქრე ნორმალურად ისაუბრე. რა ერთი რა არის? მართლა ფიქრობ მეთქი რომ მოწონს რა არის ცუდი. პირში მიცინოდეთ და მე წერტა გავაკეთებ. ცუდი ისა რომ არ ჩუჩუნებული ქალიშვილებს ეძახის. ქალიშვილობა როდიდან გახდა გოიმობა მარია მარმესმის მით უმეტეს ყველა ადამიანი თვითონ არის პატრონი თავის სხეულის. ესენი არიან ვითომდები მუზებიო თუ რაღაცა უზრდელები, ვინც გიძვრებიან და შემდეგ წითელ დროშებს გიწერენ. ერთი წუთი ეგრე არის. შენ გვიძრები ჩვენ. ჯვარი მწერია თქვენერ გოიმებს მე იმდენად აღელვებული ვარ ამ სიტუაციაში, რომ ვიმეორებ მის სიტყვებს და ამ წუთას მრცხვენია, რომ დავეცი მაგდონემდე. დაეცი, ეს იყო დაცემა, იმიტომ რომ აყევი ემოციებს. მრცხვენია. ვაუ, ყოჩა. აი, აჩვენა თავის სახე. თურმე არ შეუძლია. ნახვამდი ჩემი ოთახიდან. ძალიან დიდი მადლობა. შენ ჩვენ სიცოცხლე კიდევ ერთხელ გამოვალთ და სხვა. მადლობა, შენ იყავი მართალი და დამაფიქრე ყველაფერი. ასეთი სიტყვებით საუბარი ახალგაზრდა გოგოს მით უმეტეს. ხო, შენც მიყევი ახლა? არა, ერთი შენ იყავი მართალი რას? მე ვიყავი მართალი, გეტყვი რაზე მიყევი ახლა. რას ვეუბნებოდი და გეტყვი. ეხლა ერთი წუთი ტონს დაუწია. ჩემი ოთახი. ტონს ეს შენი სახელი არ არის. რო შეიცვალეთ და ანუ ესე მითხრეს, აი გვანცაც კარგად აიცნო. მეთქი, კი, კარგად არიან გოგოები, მაგრამ ეს ეხა ერთი იმით ადამიანი არ იცლება. დავაკვირდეთ, ანუ შესაძლოა მართლა არიან, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რომ სანამ წითელი დროშების დრო მოვა, შეიძლება სტრატეგია, მე ხო არ ვიცი. მარიამზე უბნებოდი რამე ცუდს. არა, გოგო, რა ცუდს ვეუბნები? აბა მართლა ხარო. ეხლა რაც თქვი, მეორე დაუწერე ზედიზე და ეჭვი გაჩნდა რომ დიანას ხო არ მოსწონსო ჯავახი. გალიაში გამოკედებით მაისის ბულბულიო. კაცო, მე რო ჩამრიეთ აქ და ესე მესაუბრებ. შენ თვითონ შემოხვედი, მე რა ჩაგრიე. შემოვედი, იმიტომ რომ შემოვყევი გოგოებს, იმიტომ რომ ეს არაა ნორმალური. ეს არაა ნორმალური. გვაცა დავდგე შენზიან მარიამზე და წამოვწვი აქ და რადგან ლავსტორი აქ აჩუჩუნებულია მეთქი ვუთქვა. ვიღაცას ეწყინება ეს? მე შემიძლია კომენტარი გავაკეთო. რა ხდება? ის რომ მე რაღაცა ცუდები ვილაპარაკი ამათზე? რა არაფერი არ ილაპარაკო. ხო, სტრატეგიაა თქო, თქვი შეიძლება თქო და ამაზე მომდგრე რომ აი მე რატო ერები და რატო ლაპარაკო? და თქვენ რაზე ლაპარაკობთ, შემოვარდი და ესე რატო თქვი, ესე რატო თქვი? ბოდიში დაგიკარგული. არ მაინტერესებს. ვიშეზე რაზე ფიქრობ? 1000 კომენტარი და გოგო 3 მილიონზე აუდი. ვაიმე, ხალხო, 3 მილიონ აუდიტორიაზე შეურაცხყოფა მოგვაყენე.
გაყენე და შენ ახლა ძიხარ ამ ფორმაში და რაღაცებს ლაპარაკობ. შენ ვაფშე ნორმალზე ხარ? შენ ხარ რა ვარ შენ? მეორეჯერ ამას გადამასხავ და თავს გაგიტეხავ რა. შემთხვევით იყო კაცი სპეციალურად. არა, უზრდელობა რომ მოიწონს მაგაში ორი აზრი არა. მათ შეურაცხყოფის გული. და შენ რომ მართალი იყო, მე გეტყოდი რომ მართალი ხარ. ანუ შენ ყოველთვის მართალი განაი. მე მართალი ვარ, იმიტომ რომ შენგან გასხოვები, მე twins არ ვუგურღა ვიღაცას. ესეთი რა ხდება, ვისაც უძურება, ვისაც ვიც სჭირდება, იმას უძურება. ეხლა ესენი სჭირდება და ამას უძურება. მე შენ ხედავ რეალურს, რეალური შენ თვითონაც არ ხარ გოგო, ვისი ამბობს სტრატეგიებით მოძრაობა. გაეთრეთ ხოლმე. აი ნუ მეხები შენ ვერა ხარ. გვანცაც გამოვა ინტერვიუში საზღვრობებს სიტყვას, ორ სიტყვას არ ვამბობ მაგის ინტერვიუებზე, იმიტომ რომ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ხო, რა ვიცი, ბიჭების ოთახში იმას როგორ საწყოლებთან ჩვენს ხედვარ. ჯავახა წევს და გვერდიც უწევს ეს გოგო და რა ვიცი, ეგ რატო არ ერიდება? ჯავახა, დიანასო ჯავახა მოსწონსო? ეგრე მეც დამათა კაცო ისაც ხო რომ აჩუჩუნებული ქალიშვილებიო და ეხლა გოიმებიო გაეთრიეთო და აი ისეთი მზრდელობები თქვა რომ რა ვიცი და მიმაყოლეს მე ზედ კიდე ამათთან ერთად ვაიმე კარგად ვართო და თურმე ღამე რეებს ლაპარაკ ანუ აი შენი love story და მონეცოსთან უბიც. მაგით გაიქცა შენი love story თუ ხება? დიანა რომელი ხარ შენ ხარ? ამ ვიდეოს შემდეგ გაშებული ვარ და არ ვიცი რა ვთქვა, ხმას ვერ ვიღებ. ვერც მარიამთან და ვერც ჩვენს კონკურსანტებთან. უზომოდ შეურაცხყოფილები ვართ. ეს არის ზღვარს გადასული შეურაცხყოფა. რა ხდება? შემოდი ანუ რავი. რა ხდება? რა ამას მე უნდა ვიკითხებოდა რა ხდება. ეს ეთყობა მუზეუმის მხარეს არის აუბრეთ, როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა. არა, ამას კიდე არა, ფლაგები დამიწერეს ტიპებმა და ანუ ამათთან ათენებს ღამეს გვერდით ლოგინში უწევს ერთი მუზა, მეორე მუზა. ვაიმე, შოქში ვარ გოგოებო, მართალი მომესმა თუ მართლა ilaparaga. გავსი რაღაცა. რა ნაწილი გაგიკვირდა? რა, ერთოდ რაზე ამბობ? რომ განვიხილეთ ადამიანებს. რა ჩუჩუნებული რა განიხილვასაც ხო გააჩნია ეხლა რა. დასა მეც ჩაყავ. არა, ადამიანს გაუჩნდა აზრი, რომ შეიძლება დიანას მოწონსა ჯავახაო. რა გასაკვირია თუ მოეწონა ეხლა ან ერთიანი. ხო, იმიტომ რომ მიზეს ვეძებდით, რატო დაუწერა მეორე და უბრალოდ იქ მიზეს ვეძებდით არ იყო ეგ რა, თვითონ ეძებენ მიზეს. ძალიან გოგოშკური ამბებია, იტოს მოწყობებით იმედი. დაჯექი ორ ვილაპარაკე ვიდეოში. რა ვილაპარაკე ვიდეოში? ჯავახა რას ცდილობს ამებას? არ მახსოვს რაზე ამბობ და არ ვიცი რაზე ამბობ. გუში გვანცეს რას ლაპარაკობდი? ხო, ჯავახა ჩემით რაღაცებს ცდილობს. არ გითხოვს შენზე ეგეთი რაღაც? ორი დღე ისე დასტრესილი ვარ აი ამ თემების გამო და გეხვეწები ახლა არ დამიმატო ზევიდან. არა, ვაფშე არ გიმატა, ვაფშე არ გილაპარაკე, სა.
ვაფშე აღარ გელაპარაკებდი და წავედი. ხო რა უქნათ ხა ძალიან ხوارდა. ხელი მოცი. მოდუნდი. Stay cold. მოდუნდი. რას მიგეთე? აბა რა ტიპის კონფლიქტი აქვს მარიო? მეგადავები ახლა. გეხადავე, მიდი აბა. მეგადავები, ეს რა არის? ანუ ერთ წამი, მაგრამ შენი პაციენტები, შენ ხო აბა ფსიქოლოგი ვარ? კი. შენი პაციენტები ესე გიჭირავს? მოცხელი? მომისმინე? ხელი მომის. შეგიძლია წახვიდე მუზეებს ეღადაო, მაგრამ მე არ გეღადავ. ვერ მეღადავები, კი არა? ანუ ჯობია არ მეღადავ რა. კიდე იგივე საკითხი. გისმენ. გისმენ. ჩემთვის ვცდილობდი ეს ერთი კვირა თუ მეტი ყოფილიყავი ნორმალურად და კარგად. ვისთან? ყველასთან საერთოდ. ხო. მაგრამ ამ დებმა ისევ დამიწერეს რაღაცა red flag-ი, რაღაცა სისულელის გამო, რაც მოიგონეს იდეაში. მაგრამ ამის მერე მოდიან, ბოდიშეპს მიხდიან, დღესაც მოვიდნენ, რატო ხარ მოწყენილი ესე ჩვენ გამო? აი მე ჯვარი მწერია ღმერთო მუზების გამო თუ ვიღაცა გოიმების გამო მე ცუდად ვიყო. უბრალოდ ანუ მე და ჯავახამ რო ვიჩხუბეთ და რაღაც, ანუ ცუდად გრძნობდი თავს, იმიტომ რომ არასწორად გამოვედი რა ჯავახასთან. ხო ხტები რა? ალარეთ მარი. კონსულტაციას უწარებ, გისმენ? აი რა, მარი, აი რა, იმენა შენგან მართლა არ ველოდი რა. რას არ ელოდი ჩემგან ფესტივალში? რა ვიცი, ან შეურაცხყოფას. რა შეურაცხყოფას? თქვენი მოგატანეთ რამე შეურაცხყოფა? ჩვენ? არა. ჩვენ არა. აბა ვიცი. ვისაც მეაყენ არ იცი? გული არ გებერს. მარინა რა ამ მომენტში აღარ არის ლორენცო პათოლოგია ონტყოფი და იმ რო ეჭორავები? წუხი გუშინ ხოდი ვინც არის, მაგრამ არ გადაეცი წითელი დროშა? ხო, ამის მერე თქვენ გადმოგცემთ. ძალიან დიდი მადლობა. არა. კიდევ აგვიმაღლებ რეიტინგებს. იმენა ჩვენზე მუშაობ, ყოჩახ. მარიამმა თავისივე სამარე თავის სიტყვებით გაითხარა. და კარმა ყველას დაეწევა. თქვენთან აი პროსტა თქვენია რომ რამე ერთი სიტყვაც კი დავხარჯო, იმიტომ რომ თქვენ შენ ყველა სიტყვა უკვე და შენი თავი დახარჯე. შენ უკვე სირცხვილი. რატო? ყველანაირად დაგაგე. მომისმინე? მე თქვენთან კი არა ყველასთან საერთოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იდეალურად ვიყავი. მაგრამ მთელი დროშები ვარ მიგეღო. იდეალურად ჩაუყ. ჩვენ არაფერს. ხო, ამიტომ პირველ კვირას შედაჯექი აუთსაიდერებში. იმ დაჭდება მოდი მაგასაც ნახავთ. ანუ იქ უნდა თქვენთვის წითელი დროშის გადმოცემა და რაღაცა მომიგონეს, რომ ვითომ აი ამის გამო. რა მოგიგონეთ? შენი ციტატა იყო. დამშვიდდი და დაიძინე რა, ნუ გაირცხვენ თავს. ვინ ერცხეს თავს, გოგო? ამათ მართლა ხარ ბანძები და გოიმები არიან და რატო ვითხარებ თეთრ შაბოთსა? არა, მაგითო არა. თავს უფლებას ვერ გავიგო, ვინ ხარ? რატოა კრიტერიუმი დაიმოში, რატოა გოიმი? გოიმი არის და რატო შენ რითი ხარ სვეცკი? სვეცკზე არ არის ხო რატოა გოიმი? რატოა გოიმი არის და მაგიტო, გოიმი არის და მაგიტო. მარია მართალი რა, არა. მართალი ვარ ძალიან. არ გაქვს უფლება შენ ეხა უყურე როგორი რაღაც არის ბატონო ბონდიტო, ყველას აქვს თავისი. შენ ბონდიტო გეხოცები შენ მან ყველას აქვს თავისი გოიმი, შეურაცხყოფის უფლება არ არის. ყველას შეურაცხყოფის უფლება არ არის. არა, უყურე შეურაცხყოფის აქვს თავისი სუბიექტური აზრების გამოვლინების. იცი ერთი იქით გეხოცები რა. გადი. აზრი გამოვავლინოთ სუბიექტურად, მაგრამ ესე რომ შეურაცხყოფა არ მივაყენებ. შენ მაგას ვისეუნები. ბიჭო, ერთი გადი. შენ მაგას ვისეუნები. ბიჭებო, წავეით მომე. შენ გეუბნები ლორენცო. გეიცი ეგეთ. დედას გეფსები, აი ცვალი თვალი, აი ჯეკ ბეღურასავი თვალი. გაზი დაღი, აი ვიდეო აიდიტი, აი სადაც აი სიყო, აი ვიდეო. ლორენცო. ლორენცო. როგორი საცოდავი ხარ ამოღა. ლორენცო. აი შე კოდალაშე. არაფრის მაქვს კოდალა. ის მატრებს მაინჭავს. ტიპი არის სოდო. გიორგი მოდი რა. რა ხდება?
ეხლა თუ ამბობთ რომ ნასვამია და რა სისულელებს ლაპარაკობს და არაადეკვატურია, მოდით და რაღაცნაირად ხომ მეუბნებით რომ შენ დიდი ხარ და უნდა ის ქნა რა ქვია არალაპარაკო ესენი მოდით მივედი მაშინ მე როგორ უნდა ვქნა ხო გარ მეტი მაქსიმუმს ვეღარ გააკეთებ გვანცა შენ ალაპარაკებ მაგოგოს მაგერებს შენთან ერთად იყო ღამე რომ იცინოდი და მაგით ეს რომ ლანძღავდა მომიწმინე მარიამი რომ ამათ ლანძღავდა შენ იცინოდი და თუ რამის თქმა გინდოდა იქვე შეგეძლო გეთქვა თვითონ იცი რა შენ ვინ გალაპარაკებდა სტრიმებში რომ სულ ჩემზე ლაპარაკობ სულ შენზე არ ლაპარაკობ შენ რომ ჩემზე კომენტარს გააკეთებ მე შენზე კომენტარს გავაკეთებ არასდროს არ გამიკეთებ გვანცა ზიხარ და ინტერვიუზე სასწაულებს ამბობ მე შენზე საუბარს არ ვიწყებ და ლაპარაკობ ჩემზე მაგრამ ლორენცო ხარ ლორენცო იმიტომ რომ მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია შეურაცხყოფელი სიტყვები მე შენ აფერისტი და რა ვიცი ყველაფერი მე უყოფილოა აფერისტი მე როდის თქვი გეხვეწები ამომიღე და მაჩვენე ამომიღე ვიდეო აფერისტი მართლა კი არ უყარ ხარ მარიამ მე ვეუბნები ჯერა მე სულ შენ ჯერა ნორმალურია სულიად ნორმალურია ერთი დღე ადამიანი 3 დღეა შემოსული მეუბნება წითელ დროშას მაზრ რას ვუკიკინებდი გოგო თქვა და გვანცა მე რა სისულელე ლორენცო ხა ქალის ვერსია მე გადავედი ხო კაი ლორენცო მაგრამ ლორენცო ხა ქალის ვერსია ვერასოდეს ვერ გავიგე რა უნდა სულ ვიღაცის კონფლიქტს და კომენტარს აკომენტარებს, ანუ ლელო ძირითადად არის ხოლმე კომენტარი. შეურაცხყოფას არ გაყოფ რა. ჩემზე ლაპარაკები მარიამზე როგორი ცუდები ვარ და ვაიმე, გეხვეწები ხმა ამოიღეთ. ერთხელ მithქვამს ეს ამაძე რა მე. შენ რან თუ შემა დამბრო მართალი იყო ლელო ჩემი ოთახიდან რომ გადიოდეთ რომ მართალი სტრატეგია. მე ვაკეთებ მაგას მაგრამ თქვენ არ გიშველი. თქვენ მე სიმართლეს ვარდები. მე ნაცარში თვალებში ნაცარს ვერ შევაყრი ვერავი. ანუ ერთი წამი მე ხელს ვერ გადაგაფარებ როცა შეურაცხყოფას აყენებ ლელო მართლა ერთი წამი ერთი წამი ერთ კვირაში არ სწორდებიან აი ეს თქვა ლელო და მართალი იყო იყავი მეთქი მადლობა რომ ეს მითხარ და არა ის რომ ვიღაცა ცუდია ლელო თქვა რა სხვა რაღაცა ხარ აფერისტები მეტი არა დაგვისაბუთე ჩემო კარგო აქ ყველაფერი ჩაწერილია და გრთხო მიმართე პროექტს მე რომ ეს ვიდეო გავიდეს სად ვიყავით ჩვენ შენს წინააღმდეგ გაფერისტები იცი რა მეც ეხლა ვიტყოდი ორ სიტყვას მაგრამ სხვის პირადში არ ჩავერე წადი დაიძინე და ხვალ რო გამოფხიზრდე შენ ჯერ ერთი თინათი აი ეს სენუშები გაიგე აი ეს შენ დამიმშვიდი რატო უნდა დაგიშვიდე შენ ეზერთ გამომიწვევ მე რასოდეს ვერ მიიღებ აი მე გოგო შენ ისეთ რაღაცებს მიიღებ ამ პროექტიდან რომ გახვალ. შემოაქვთ ყვავილები მარიამისთვის, მაგრამ who cares? ყველას ფეხებზე ვკიდია. დამიდი. ეს უი წერილი ზაგარის დავიკითხოთ ჩემს ყველაზე უსაყვარლეს მარიამს ჩემზე მეტად არავის უყვარ ხარ გახსოვდეს და ჩემზე მეტად არავის ენდო გახსოვდეს მე ვიცი ეს ვინც არის მართალი არის რომ ამას მეტად არავის არ უნდა ვენდო მარიამი დემონსტრაციულად კითხულობს წერილს ხმამაღლა რომ ეს ჯავხას ყურამდე მივიდეს რაღაცა ძალიან საინტერესო რაღაცა ვიხდება ცოტა ვიღაცა ახალი თაყვანისმცემელი მყავს დედა ვინ არის ჩემო თახში წავიღო. წამოგიღო? წავედით, გვანცა? წამოდი. მოდი აქ აქ როგორ დავდგავ? ვერ დაეთქმება.
ქვეყანებს ნეტა ვინ გადააყრიდა. გამომიგზავნა იქ მაინტერესებს. ნეტა ვინ არის ხარ ნუ გვეტყვი ჩვენ. ეგ არ გადაყარო ესენი. არავის არ გვაინტერესებს ყვავილები, არც მარიამი, არც გვანცა, ყველა ბედნიერია. ცხოვრება მშვენიერია. მე ხო ბონდოს ვერსია ვარ. შეუშვი და გაუშვი. იდეალური ხარ მეგობრა, რომ მაგარი ყვავილები მოართვი მარიამს წითელი ხასხასა, სააღო. კარგია. საუბრობს და ადამიანი, რომელიც 9 საათის წინ ადრე გადაახვიოთ შეგიძლია კადრები ნახოთ, ხელი ჩამომართო და მადლობა გადამიხადა ესე მონაწილეების წინაშე, რომ არა ვონდო დღევანდელი საღამოს ივენთი ჩვენ ესე ვერ გავატარებდით და 9 საათი გასულიც არ არის და მოდის და ესე სიგარეტიანი თითებით ასე ჩამიხდა, რავი, ლამის თვალებში გამარტყა თითი და რატომღაც თulis რომ უნდა ავიტანო და მე არ ვაპირებ რა ატანოს. ადამიანს პიროვნულ შეურაცხყოფებს აყენებს. ფეხებზე მკიდია. ვინ კიდია? წესიერად მელაპარაკე. ფეხებზე მკიდია. წესიერად მელაპარაკე, თორე თავს მოგაგელი ჯო. ბიჭო, მოგლეჯო არის შენ რა? ვალეთში ჩავაგდებ შენ თავს. გაწყნარებული. თავს მოგაგელი ჯო. უყურეთი რა. წარმოდი. გამოდით ხა ერთ-ერთი ეგრე არ ხდება ხო? ვაი, არ თქვა გავიგებინე არა გამოვიდე. აქანი ლაპარაკს შეეშვი, ძმა. არასკენ ზოგახვად გარეთ. კაცო, პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებ, ხო? კაცო. გადი ბიჭო, იქით რა. რატო უნდა ავიტანო ვაფშე ამის შეხედა? ვინ უნდა ავიტანო ვარ დაგელეწობეთ. წადი და ელაპარაკე იმას, რა შენ გებასე რა. მე არ ავიტანო მე გამატყნარებ რა. გამერიდოს იქით რა. ვიცი. ბიჭო, არ გავატარებ, всё, მაგ არ გავატარებ. გოგოები, ნერვიულობ. გარეთ ილაპარაკეთ მერე, ბრატ. 9 საათის წინ მეუბნება, რომ შენ რო არ ყოფილიყავიო დღევანდელი ივენთიო, ვერ ჩაივლიდაო რაღაცაო და მერე მოდის და მაყენებს დიპლომატად იწყებს შეურაცხყოფას. ამ თემაზე კიდე იქნება ლაპარაკი, ძმა. და მერე შევერთვები ჩვენს მაშინ. ჩერთე ძმაო, ჩერთე. ხოდა ჩერთე. უნდა ჩერთო. ჩერთე. ჩერთე. არ ჩვენ და არ. ტიპი რომელიც შეურაცხყოფებს იძლევა ჩერთე. არა, ჩერთე. ერთვები მესმენად. ჩერთე. მომისმე ერთი გაცხარდი შენ. მომისმე გოგოები არიან და ნერვიულობენ თქვენ ასეც აქციელებზე. ნერვიულობენ, ძმაო, ეს ბავშვები აქ. ჩეთ ერთმანეთს პატივი. არ ვარ ვალდებული ავიტანო. ეგრე არის. მე ხო, როცა არ დამისახურებია, აიგე? რომ აი ესეთი რაღაცა. ხო და всё, ეგ აი ჩემი სურთულებს ვერ მხედავ მაგაში. არ დაუთმობ არანაირად რა. მაშინ ამ სახში იმის ადგილიც არ არის რომ ტიპს ესე პიროვნული შეურაცხყოფები ესროლოს და არა ერთს, არა ორს, არა სამს, არა ათს. მართალი ხარ, მაგრამ გოგოები არიან და პატივი ეცით ამ გოგოებს ყველა ვაშკაცმა. და გარეთ რო გახვალ პარასკევ დღეს დაურეკე და შეხვდი, კაცო, რატო არ შეხვდი? ეგ მაყენებს შეურაცხყოფას, ეგ არ არის ხუმრობა. და ადამიანი გამიზნულად რომ მოდის რომ კამერების წინაშე მაყენებს შეურაცხყოფას, ეგ ამაგას ვერ მივიღებ რა ხუმრობას რა. ვეთქვი იმაზე მეც, რასაც მეუბნება. რატო უნდა გავუტარო გამაგები? ადამიანი რომელიც გამიზნულად მოდის და მაღიზიანებს და გააჩქი რა, ვერ გავიგე. გაინტერესებთ როგორი იყო ჰაუსის პარტი? იყო მრავალფეროვანი ცეკვები. იყო სკანდალური ვიდეოები. მისვნა. ვიდეოების შემდეგ გოგოების ჩხუბი. ეხლა ნახვამდი ჩემი ოთახიდან. ვაუ, ყოჩა. გოგოების ჩხუბის მერე იყო ბიჭების ჩხუბი. შევერთვები ჩვენ. ჩერთე ძმაო, ჩერთე. ნერვიულობენ. ბიჭების ჩხუბის მერე იყო უინტერესო ყვავილები. პარტები. ასე დამთავრდა ჰაუსის პარტი და ასე დამთავრდა დღევანდელი დღე. ყველაფერი გასაგებია, ხო? ეგ შენთვის არიან კარგი გოგოები, თორე ჩემთვის ყოველთვის გოიმები იყვნენ და ყოველთვის გოიმები იქნებიან. აბა ლელოს როგორ დასვავდა, თავის საყვარელს როგორ დასვავდა? ოი, მე რა ქვია, მაგაც. არა, ჯერ არა, ბოდიშით მომავალ საყვარელს. რომელი ვარ თამაშ მაინც, ხოლო რა ზღვა. აუ, შოკი ჩამიქრეთ რა. Please. როგორი ტრადიციული გოგოები არის?
ტრადიციული კი არა, ტრადიციული გოგოების ბიჭების ლოგინებში დაწვებია. გადაუშვენ, გადმოუშვენ ხებს, ხვეწა. შაკირა და ბიონსე. ჰავს გასული ასული ვიყავი ცოტა ხნის უკან. იმედი მაქვს ხვალ არ მომიწევს ისევ ამ როლის მორგება. შეიძლება? Tavs gasuli asuli ereti citsკნალეო მის თვალებში აღოდა ყვავილების მდეო აი იგრძენი ჩემი სულის მელოდია. არასოდეს ჩემთვის სიმღერა არ დაუწერია არავის. მე იტყვიან ლელუს ეტენებაო სიმღერა დაუწერაო.